გზები გაუწმენდავია ბათუმის სარფის მიმართულებითაც, აქ სპეცტექნიკას მძღოლების თქმით არც ღამით უმუშავია და ტრაქტორები მათ არც დღეს უნახავთ. თურქეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ 24 საათზე მეტია გაჩერებულია სატვირთო ტრანზიტულ მოძრაობაში მყოფი მანქანებიც. მძღოლები აცხადებენ, რომ მათ არც პასუხებს ეუბნებიან, როდისთვის გაიწმინდება გზა და შეძლებენ გზის გაგრძელებას. სავალო მდგომარეობა აეროპორტთან მისასვლელ გზაზეც, გაწმენდის სამუშაოები ამ დრომდე არც აქ დაწყებულა. ტრაქტორი არ მუშაობს. სად არ მუშაობს? რა მიმართულებით? საერთოდ ხელმა ჩავრისკენად. რაჭარის წყალსაც ვიღავით, არაფერი არ არის. რობაში ვართ. როგორია გზები გიჭით გადააჭრა? ძალიან ცუდი. ამაზე მეტი ცუდი არ შეიძლება. ჩვენ სტავრობას ზინავს. ჩვენ სტამბულიდან ციგნები მოგვაქვს. თბილისში. სარფიდან მოყოლებული გაუწმენდავია, რამდენი ხანია რაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეთ და გინახავთ თუ არა? დილას გამოვედი და ტექნიკა არ ყოფილა. გუშინ გადმოუკვეთეთ საზღვარი თურქეთიდან, უკვე 24 საათზე მეტია აქ ვართ. საშინელი მდგომარეობაა, გაუწმენდავია გზები და არც არავინ გვეუბნება, როდის შევძლებთ გადაადგილებას.